რიგის სამედისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მოლოდინში თბილისში განსხვავებული პროგნოზი კეთდება. ეს საკითხი დღეს პრემიერ-მინისტრის მედიასთან შეხვედრაზე დაისვა, რაც ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის κρიტიკის კიდევ ერთი მიზეზი გახდა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი უვიზო რეჟიმის ამოქმედებას რამდენიმე წელიწად შეელოდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ რიგის სამიტის წინ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინის შექმნა არ სურს. ის რომ მოლდოვას უვიზო მიმოსვლა უკვე აქვს, საქართველოს კი ჯერ ისევ ელის, ირაკლი ღარიბაშვილმა სააკაშვილის ხელისუფლების უმოქმედობას დააბრალა. უვიზო მიმოსვლაზე მუშაობა მოლდოვამ დაიწყო გაცილებით ადრე ვიდრე საქართველოს. საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილის მეთაურობით არ დაიწყო ამაზე მუშაობა დროულად. და ჩვენ მოგვიწია უზარმაზარი სამუშაოს შესრულება. თავარი ამოცანა არის მაქსიმალურად პოზიტიური შედეგები მივიღოთ რიგის სამიტისთვის. არავის არ კონდეს იმის მოლოდინი მოსახლეობას მინდა განუმარტო, რომ მეორე დღესვე იქნება უვიზო მიმოსვლა. წლები დაჭირდება ალბათ იმას, რომ აღარ მოვისმინოთ ეს არგუმენტი, ეს წლები და ეს დრო საქართველოს არა. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პრემიერის საყვედურს არ იღებენ და აცხადებენ, რომ მთავრობას ახლა არა პრობლემების სხვაზე გადაბრალება, არამედ აქტიური მუშაობა მართებს, რომ რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის მიღების შანსი არ დაკარგოს. ეს არის მტკნარი სიცრუე, იმიტომ რომ ეს საკითხი, ისე როგორც ასოცირების ხელშეკრულება, დაიძრა სწორედ წინა ხელისუფლების დროს და ამ ხელისუფლებას შერჩა დასრულება ამ პროცესის. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, აქაც იგივე მდგომარეობა იყო და აი ამ გადაბრალების ნაცვლად უნდა იმუშაოთ იმაზე, რომ როგორც მოლდოველებმა მოახერხეს, ისე მოვახერხოთ ჩვენ. და ამის შანსი ობიექტური გარემოების გამო ჯერ კიდე არსებობს, თუ თითზე დაარტყავენ. დღეს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან უკვე ძალაში უნდა იყოს შესული. ივანიშვილის მთავრობამ არ გამოიყენა ეს 2 წელიწადი, მეტიც მათ დააზიანეს საქართველოს პოლიტიკური ანგარიშტორების კამპანიით, ეს არავის არ მოსწონს, ევროკავშირი ამას ამბობს კიდეც. საქართველოს მთავრობამ დღეს სხვადასხვა დონეზე განმარტა, რომ უვიზო მიმოსვლის ამოქმედებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არა რიგაში სამიტზე, არამედ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიიღება. ეს არ მოხდება მყისიერად რიგის სამიტის შემდეგ. ეს საჭიროებს დამატებით პოლიტიკურ მხარდაჭერის მოპოვებას ერთი, მეორე პროცედურების გავლას, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საბჭო. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება ევროპის კავშირის საბჭოს ხდომაზე, რომელიც არა რიგაში და არა მაისში მოხდება. შეიძლება რამდენიმე კვირით გვიან მოხდეს. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ რიგის სამიტზე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დასრულებას, უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ელოდა. პირველი უკვე ჩანს, რომ არ სრულდება, მე კიდევ მაქვს იმედი, რომ მეორე და მესამე შესრულდება, მაგრამ როგორც ვცდილობს საქართველოს მთავრობა, რომ მოსახლეობა უკვე შეაგუოს იმას, რომ შეიძლება კონკრეტული გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული რიგაზე, როგორც ჩანს, ოპტიმიზმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს. რიგის სამიტზე საქართველოს პროგრესის აღიარებას ელის თეა წულუკიანი, რომელიც ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. იუსტიციის მინისტრის განცხადებით ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე სამიტიდან მეორე დღესვე შენგენის ზონაში უვიზო ჩევა. საქართველოს ეტყვის ევროპა, რომ დიახ, შენ შეასრულე ის დავალებები, რაც შენ მოგეთხოვებოდა. ეს არის ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვაქვს, რომ მოხდეს აღიარება იმ რეფორმების, რომელიც ჩავატარეთ. ევროკომისია ახლა საქართველოსთვის რიგის სამიტზე წარსადგენად ტექნიკურ ანგარიშს ამზადებს. საბოლოოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო იღებს. მისცემენ თუ არა საქართველოს უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტულ თარიღს მაისში რიგაში გაირკვევა.